მე ვარ ლევან ალექსიშვილი, მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ, ჩვენი საუბრის თემაა გამზრდელი, აკაკი წერეთლის გამზრდელი, ოღონდ გამზრდელი სხვა კონტექსტით. არა იმ კონტექსტით, როგორც ვისწავლეთ ეს სკოლაში, არამედ მოდით შევეცადოთ სხვა კუთხით შევხედოთ ამ ტექსტს. ფიქრობ, არ ვიცი, ვიმედოვნებ, რომ შეიძლება აკაკი წერეთლის ეს კონტექსტი დანახული ქონდა, თუმცა შეიძლება ასე გენიალურადაც გამოუვიდა. და პირველ რიგში მოდით ვთქვათ, რას გვასწავლიან და რა არის გამზრდელის ლაიტმოტივი. ტექსტი როგორ იწყება, რა არის პერსონაჟები ვინ არიან. ამ შემთხვევაში ხომ საფარბეგი, რომელიც სიყვარულისგან არის უზომოდ დაბრმავებული, მიდის ბათუსთან, მის ძუძუმტესთან და ეუბნება, რომ სიყვარულის დასტურად ზიახანუმს, რომელიც სიგიჟემდე შეუყვანა, უნდა ჩაუყვანოს ინალიფას ლურჯი ცხენი, ამ 3 დღეში მომგვარეო, როგორც ეუბნება, თუ ხარ შემოყვარეო და იცი რომ ინალიფას პირისპირ ვერაფერს ვერ გავხდებით ინალიფასთან, ამიტომ ერთადერთი გზა დამჩენია, უნდა მოვიპარო ეს ცხენი. და ამ დროს არის ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა, ამ ფრაზას მე მეუბრუნდები ბათუს ფრაზას, წუხვარ რომ ეგ საქმე უკადრისი გიკადრია, მაგრამ რადგან სიყვარულის ტკბილის სენი შენ შეკრია, მე ვიზავ შენ მაგივრობას და ბათუ იღებს თავის თავზე ამ ცხენის მოპარვას. ამ დროს ბათუ რა მდგომარეობაშია, არის იდეალურ გარემოში, სრულ იდილიაში, კარგი თოფი, კარგი სახლი, კარგი ცხენი, კარგი ცოლი და კარგი თოფი, კარგი ცხენი, კარგი ცოლი და ნაბადი რა სინატრებს სხვა სამისმეც კაცი ღვთისგან დანაბადი, ხომ? ანუ ყველაფერი აქვს ბათუს და შემდეგ იპარავს ამ ცხენს, მეგობრისთვის ლურჯ ბედაუს მოაგელებს, მეგობრისთვის მეგობარი ხდება, ჩამოყავს და ხდება მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდე, მისი მეუღლე შეურაცხყოფილი. ყველაზე დიდი სიწმინდე, რაც მას გააჩნდა, ხდება შეურაცხყოფილი და არ კლავს, სახლიდან გამოვისტურებს, არა შენ ვერ შეგეხება სასიკვდილო ჩემი ტყვია, დედი ჩემის გაზრდილი ხარ, მისი ძუძუ გვიწოვია, მხოლოდ ერთს კი დაგაბარებ, ნახე ჩვენი გამზრდელიო და მაგ შენი საქციელის პასუხს მისგან მოვილიო. და ამ დროს საფარბეგში იღვიძებს ინდისი, მისდის გამზრდელთან, ეხვეწება რომ მოკლას, თუმცა გამზრდელის პერსონაჟი აქ მთავარისთვისაც ეს ტექსტი შეიქმნა, არც ჭკუით, არც ვაჟკაცობით, არც სიმდიდრით, არც გონებით, ჰაჯი უსუქ ცნობილია, მხოლოდ ჭკუით და გონებით, სადაც კია გვარიშვილი ყველა მისი გაზრდილია. და ჰაჯი უწუბის პერსონაჟი, ხომ, მისი რეპუტაცია, მისი პასუხისგებლობა, მისი იდენტობა მთლიანად არის გამზრდელი, მას სხვა არაფერი არ გააჩნია და აი ამ მის ასე ვთქვათ, პროფესიულ საქმიანობაში ვიტყვით თუ მორალურ თუ მთლიან ცხოვრების კრედოში შემოდის დიდი ასე ვთქვათ სიმახინჯე, ხომ? როდესაც ჰაჯი უსუპის სახით. და ეუბნება რომ სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ რომ კაცსად ვერ გამიზდიხარ და იკლავს გამზრდელი თავს. და ჩვენ ასე გვასწავლიან ამ ტექსტს რას ნიშნავს ეს პასუხისგებლობა და რას ნიშნავს აქვე არის ნათქვამი რომ მაგრამ მარტო წტონ არას უზავს თუ ბუნებამ წარუშველა და მთლიანი ტექსტი აგებულია ამ ასე ვთქვათ ეს არის მთელი ტექსტის ლაიტმოტივი. თუმცა მოდით ამ ტექსტს შევხედოთ სხვა კონტექსტით. ამ ტექსტში ხო ხედავთ ამ მოღალატე საფარბეგს, ამ ძალიან უძლიერეს პიროვნებას გამზრდელს და ძალიან კეთილშობილ მეგობრისთვის თავდადებულ ადამიანს ბათუს, ხომ? სხვა პერსონაჟებს მოდით თავი დავანებოთ და მე მოდით შევხედოთ სხვა კონტექსტში და ჩვენ შეიძლება აღმოვაჩინოთ რომ ბათუა დამნაშავე. არა საფარბეგი, არამედ ბათუა დამნაშავე. და მოდით დაუბრუნდეთ იმ ტექსტს აქ საუბარია რომ იმ დროს ცხენის მოპარვა ვაჟკაცობადაც იცვლებოდა, თუმცა ეს ასე რომ არ არის, თვითონ ტექსტი გვეუბნება, როდესაც ბათუ ეუბნება საფარბეგს, წუხვარ რომ ეგ საქმე უკადრისი გიკადრია. ნახეთ, ბათუ მიცის რომ მეგობარი მასთან მივიდა უკადრისი წინადადებით. მეგობარმა უკადრისი იკადრა, მან დაარღვია ის ვაჟკაცური წესი, უკადრისი საქციელს კადრულობს, მაგრამ იქვე უმართლებს მის საქციელს. მაგრამ რადგან სიყვარულის ტკბილის სენი შენ შეკრია, მე ვიზავ შენს მაგივრობას. ანუ გაამართლა მისი საქციელი და მიიღო ის რაც მიიღო. თავარი სიწმინდე მიიღო შეურაცხყოფილი. მოდით გადავიტანოთ გურამს უყვარს ხოლმე ამაზე საუბარი, რომ არაფერი არ მომხდება და არ მომხდარა ჩვენს ისტორიაში, რაც ლიტერატურაში მომხდარი არ არის და ნამდვილად ასეა. მოდით გადავიტანოთ ეს მდგომარეობა, ეს გამზრდელის ეს ტექსტი დღევანდელობასთან. დღეს რა ხდება? რამდენი ადამიანია გარეთ, ხომ? ყველანაირი პოლიტიკის მიღმა ადამიანები, რომლებიც 25 დღე, 26 დღე გარეთ დგანან. ამ სიცივეში ყველა მათ შორის მე ყველა გარეთ ვდგავართ,
დგავართ ერთი რამის გამო. ხომ ჩვენ წაგვართვეს ევროპული მომავალი, ჩვენ ღიად შეგვიცვალეს კურსი. როგორ მივედით აქამდე? ზუსტად ასეთი გატარებით, როგორც ბათუმ გაუტარა საფარბექს და მიზეზიც მოუძებნა. კი, ჩვენ გავატარეთ ძალიან ბევრი რამე. მარტო ამ კონტექსტზე რო ვთქვათ, რომ ანტონ ბაბიძინა მიცის, ალბათ ასე იყო საჭირო. გავატარეთ ისეთი ადამიანების დანიშვნა მისი მოსვლის დღიდან, რომელსაც არც კვალიფიკაცია ჰქონდა, არც რეპუტაცია და არაფერი აკავშირებდა იმ თანამდებობებთან. გავატარეთ მათ შორის რუსული კანონი, ბევრი პროტესტის მიუხედავად და გაიარა აგენტების შესახებ კანონმა. შემდეგ გავატარეთ არჩევნებიც, გაყალბებული არჩევნებიც და შემდეგ რა იყო? შემდეგ პრეზიდენტი, რომელსაც დიპლომიც არ გააჩინა, ხომ შეეძლო ნებისმიერი აერჩია მისი გუნდიდან, რომელიც უპირობოდ უერთგულებდა. მაგრამ არა. აქ იყო საზოგადოების ტესტი, რომ აბა რა რეაქცია ექნება საზოგადოებას ამაზე. და არაფერი რეაქცია არ ჰქონდა, ბათუსავით გავატარეთ, ბათუზე მეტი გავატარეთ და ბოლოს მივიღეთ ჩვენი სიწმინდე, ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფოებრიობა შეურაცხყოფილი. ხო, ზუსტად იდენტური კავშირია და ეს არის ლოგიკა, ეს სამყაროს ლოგიკაა, ლიტერატურაშიც ეს აქტიურად არის წარმოდგენილი, ბევრ ტექსტში არის ეს, რომ როდესაც შენ ატარებ პატარას, როდესაც თან ამართლებ შენი მეგობრის საქციელს, რომ არ გინდა გული დაგწყდეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს მეგობარი იქნება, მთავრობა თუ ვინ იქნება, თუ საყვარელი ადამიანი, რომ არ გინდა გული დაგწყდეს, არანაირად არ გინდა რომ ამას შეეხო და შენ თვითონვე პოულობ მიზეზებს, რატო აკეთებს, რატო დგავს ის ამ ნაბიჯებს, ამის შემდეგ ვიღებთ უარეს და ამას ზღვარი არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ დღეს ვყალიბდებით საზოგადოებად, დღეს ის რაც დღეს ხდება ქუჩებში არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, ფაქტიურად დღეს ვყალიბდებით საზოგადოებას და ჩვენი მთავარი გამოწვევა რა არის? ეს რომ ადრე გვექნა, დღეს ამ შედეგს არ მივიღებით. არასდროს არ უნდა გავატაროთ პატარა, არ უნდა ვაპატიოთ, უნდა გქონდეს სწორი რეაქცია ნებისმიერ ქმედებაზე. თუ ჩვენ გვექნებოდა სწორი რეაქციები, დღეს ამ დღემდე ვერ მივიდოდით. მათ შორის არ მივიყვანდით ქართულ მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას ამ მდგომარეობამდე. არ მივცემდით იმის საშუალებას, რომ მათ ეს გაეკეთებინათ, რაც დღეს გააკეთეს. მაგრამ ჩვენ არ გქონდა რეაქციები, ჩვენ პატიობდით, ჩვენს მუდმივად ვამბობდით, რომ აი მათ იციან, ალბათ ასე არის საჭირო და ვიყავით პასიურ მდგომარეობაში. ასე ემართება ყველას და აქ არაფერია ალოგიკური. ასე ხდება პირად ცხოვრებაშიც, რომ გავანებოთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, პირად ცხოვრებაშიც ასე ხდება, როდესაც ჩვენ მეგობრისგან, საყვარელი ადამიანისგან ვატარებთ პატარას, მათ შორის შეიძლება შვილისგან და შვილთან ვატარებთ პატარას, მივიღებთ უკვე დიდ პრობლემას და ეს პრობლემა უფრო და უფრო დიდება, მას ზღვარი არ გააჩნია. ამიტომ ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ლიტერატურიდან, მათ შორის ამ ტექსტიდან, ვისწავლოთ არა მხოლოდ ის, რაც მაგალითად სკოლაში გვასწავლეს, რომ რას ნიშნავს ერთგულება, თავდადება მეგობრისთვის, როგორი ცუდი პერსონაჟია საფარბეგი, როგორ ძლიერი პერსონაჟია, გამზდელი და რა არის რეპუტაცია, რა არის პასუხისგებლობა, როგორი მეგობარია ბათუ, არა, მოდით შევხედოთ ამას სხვა კუთხით, შევხედოთ იმ კუთხით ლიტერატურას, რომელიც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება და დავინახავთ ყველა ასპექტში, ყველა ნაწარმოებში თითქმის ამ კონტექსტს დავინახავთ, რომ მთავარი პრობლემა მაინც არის სწორი რეაგირება პატარა ქმედებებზე. ჩვენ კიდევ ბევრი გვაკლია ნიშნულ რომ ჩამოყალიბდეთ მართლა ძლიერ ევროპულ გამართულ საზოგადოებად, რადგან ახლა სულად შეიძლება კონტექსტიდან გადახოლა მახსენდება პატნემის როგორ ვამუშაოთ დემოკრატია და არის იქ ერთი ასეთი ფრაზა, რომ კარგი მთავრობა ის კი არ არის, ვინც პრობლემებს აგვარებს, არამედ ის, ვინც წინასწარ ხდება რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს და აკეთებს ამის პრევენციას. თუმცა ჩვენ პრობლემების მომგვარებელი მთავრობაც კი არ გვინდა, არამედ პირიქით უფრო ცოტასაც ვთანხმდებით, უფრო მეც ვატარებთ და ამით ვართ ბედნიერები. ამიტომ გქონდეს უფრო მაღალი თამასა და საქართველოს ყველანაირი რესურსი აქვს დღეს განსაკუთრებით ეს ადამიანები, ვინც გარეთ არიან, იძლევა იმეც, რომ ეს ქვეყანა შედგეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ევროპულ სახელმწიფოდ, მისი კულტურით, მისი იდენტობით და მისი ისტორიით. და ამის გააზრებაში და მომავალ ქმედებებში ლიტერატურა დამიჯერეთ ყველაზე მეტად დაგვეხმარება. მოდით შევხედოთ არა მარტო გამზრდელს, არამედ სხვა ნაწარმოებებსაც სხვა რაკურსით. იმ რაკურსით, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ თანამედროვეობაში. ეს არ არის მკვდარი ტექსტები, ეს არის ცოცხალი ტექსტები, რომელიც შეიძლება დღეს გამოვიყენოთ და დღეს მივხვდეთ, სადა გვაქვს პრობლემა და დაუსვათ ზუსტი დიაგნოზი. ასე რომ ყველას გისურვებთ წარმატებას.